გამარჯობა ყველას, მოგესალმებით გადაცემაში ებრაული სამყაროს კვირეული არხზე. i24 News English, მე ვარ ემილი ფრენსისი. ყოველ კვირას ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ამბებზე, საკითხებსა და პიროვნებებზე, რომლებიც საინტერესოა ებრაული თემისთვის, როგორც აქ ისრაელში, ასევე დიასპორასა და გლობალურ ებრაულ საზოგადოებაში. და როგორც ყოველთვის ვიწყებთ ჩვენი კვირის მთავარი ამბებით ებრაული სამყაროდან. იხილეთ. ნიუ-იორკის შტატმა მიიღო კანონი, რომელიც ქმნის 50 ფუტიან ბუფერულ ზონას საოცავების გარშემო, რათა შეაჩეროს ადამიანების მიერ შესასვლელების დაბლოკვა ან მლოცველების შევიწროება. ეს ზომა მიღებული იქნა როგორც პასუხი სინაგოგებთან ანტისემიტური და ანტიისრაელური პროტესტების ზრდაზე. ზოგი ამას უსაფრთხო ცდომის დაცვის ზომად მიიჩნევს, ხოლო კრიტიკოსები ამას სიტყვის თავისუფლების შეზღობის ცდილობად აღიქვამენ. ბრიტანეთის მუზეუმმა გადადო ებრაული კულტურისთვის ლექცია ძველი ისრაელისა და იუდეის შესახებ, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ ბევრი დამსწრე გეგმავდა მისი ჩაშლას. მუზეუმმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ღონისძიების დაცვის მიზნით გადაიდგა და არა მისი ხელის შეშლისთვის. და ლონდონს თუ დაუბრუნდებით, დიდი ხანძარი გაჩნდა Kosher Kingdom-ში, ქვეყნის ყველაზე დიდ kosher სუპერმარკეტში. თავდაპირველად არსებობდა შიში განზრახად გაჩენილი ხანძრის შესახებ, მას შემდეგ რაც Golders Green-ში, სადაც ეს მაღაზია მდებარეობს, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თუმცა დადგინდა, რომ ხანძარი ელექტროგაუმართავობამ გამოიწვია და მაღაზია მალე გაიხსნება. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ის კრიტიკოსები, რომლებიც ისრაელისადმი არასაკმარის მხარდაჭერას აპროტესტებდნენ 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტისა და ჰამასთან ომის შემდეგ, თვლიან, რომ მათი პოზიცია გამართვდა. ახლახან გამოქვეყნებულმა 190 გვერდიანმა აუტოპსიის ანგარიშმა კამალა ჰარისის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისა და მარცხის შესახებ აჩვენა, რომ ღაზა და ისრაელი მთლიანად გამოტოვებული იყო. რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან? ყველაფერს დეტალურად აგვიხსნის i24 News-ის ინგლისურენოვანი უფროსი კორესპონდენტი მაიკ ვაგენჰაიმი, რომელიც ვაშინგტონიდან გვერდება. გამარჯობა მაიკ. რას ამბობდა, ან ამ შემთხვევაში რას არ ამბობდა აუტოპსიის ანგარიში? იცით, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი დიდი კრიტიკის ქვეშაა ამ ეგრეთ წოდებული აუტოპსიის ანგარიშის გამო. დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კენ მარტინმა თქვა, რომ თავიდანვე არ სურდა მისი გამოქვეყნება. ის ამას მხოლოდ ზეწოლის ქვეშ აკეთებდა, რადგან არ ეთანხმებოდა იმას, რაც ანგარიში იყო, ან რაც გამოტოვებული იყო და ამბობდა, რომ ანგარიში დაუსრულებელი იყო. ანგარიში ბევრგან არის შესამჩნევი ჩანართები, სადაც წერია, რომ აქ ინფორმაცია აკლია, იქ კი ფაქტები არ გადამოწმებულა. ეს უბრალოდ მონახაზი იყო, როგორც ჩანს პირველი მონახაზი, რომელიც არასდროს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ის მაინც აქვეყნებს, რადგან ამის გაკეთებაზე დიდი ზეწოლა იყო. ეხლა 50,000 სიტყვა, 50,000 სიტყვა ამ ანგარიში. არც ერთი მოხსენიება ისრაელის, არც ერთი მოხსენიება ღაზის, გენოციდის ბრალდების ან მსგავსი არაფრის. ეხლა პროპალესტინური ჯგუფები ამბობენ, რომ დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები მათთან შეხვედრისას მივიდნენ და უთხრეს, რომ მათმა საკუთარმა კვლევამ, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის კვლევამ, აჩვენა, რომ რეალურად ამის ნაკლებობა იყო. კამალა ჰარისის მხრიდან ისრაელის კრიტიკის არ ქონა მისი კამპანიის დროს, როგორც პროპალესტინურმა ჯგუფებმა თქვეს, საბოლოო კენჭისყრაში უარყოფითი შედეგი გამოიწვია. ეხლა კიდევ ერთხელ, ეს დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ პროპალესტინურ ჯგუფებს ამ ინფორმაციას, მაგრამ დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი არასდროს გამოჩენილა საჯაროდ ამ განცხადებით და რა თქმა უნდა, ამის შესახებ არაფერია მოხსენებაში ნათქვამი. ასე რომ ჩვენ ისევ გვჭება კითხვა, რეალურად რა შედეგი გამოიწვია ამ უარყოფითმა გავლენამ და სხვათა შორის რაც ამ ყველაფერში დაუთქმელი რჩება ემილი, არის ის. თუ კამალა ჰარისმა მართლაც უფრო მკაცრი პოზიცია დაიკალა ისრაელის მიმართ თავისი კამპანიის დროს და მოიპოვა მეტი პალესტინელი ან პროპალესტინელი ამომრჩევლის ხმა. შედეგად, იქნებოდა თუ არა უარყოფითი ბალანსი ისრაელის მხარდამჭერების მხრიდან. იქნებ მათ შეეცვალათ არჩევანი, აღარ მიეცათ ხმა მისთვის, ან ხმა მიეცათ პრეზიდენტ ტრამპისთვის ამის გამო. ესეც კიდევ ერთი უცნობია ამ ეტაპზე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ზუსტი პასუხები, რამდენად. მისი კამპანია შესაძლოა აღმავალ გზაზე აღმოჩნდა მისი სავარაუდო მხარდაჭერის გამო ისრაელის მიმართ. ან სულ მცირე იმის გამო, რომ მან თითქოს და არ მისცა საშუალება პალესტინელი ხმები გაჟღერებულიყო მისი კამპანიის განმავლობაში. და ხო იცით როგორ ჩანს ვუახლოვდებით შუალედურ არჩევნებს. ანუ დემოკრატები როგორ გაუმკლავდებიან ამ ანგარიშს, რა შეიძლება ისწავლონ ისინი შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. იცით, ეს სასაცილოა. არის ძველი გამონათქვამი, რომ შეგიძლია ციფრებს ათქმევინო, რაც გინდა, მაგრამ ჩვენ არც კი გვაქვს ეს ციფრები, რომ აქ რაიმე ნარატივი შევქმნათ, რადგან დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი საერთოდ არ ჩასვა ისინი თავად ანგარიშში. ეს პრობლემა გაგრძელდება და ვფიქრობ, შეგიძლიათ აუტოპსიის გარშემო არსებული დავა გვერდზე გადადოთ.
ჩვენ ამას რეალურ დროში და რეალურ კენჭისყრებში ვხედავთ კაპიტოლიუმში. ჩვენ ხედავთ, რომ სულ უფრო მეტი დემოკრატი უჭერს მხარს იარაღის ემბარგოს ისრაელზე და ეს ეხება არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ შეტევით იარაღსაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგი დემოკრატი სულ უფრო ხშირად ამბობს, რომ თავდაცვით იარაღის მხარდაჭერა ისრაელისთვის არ უნდა იყოს გაცემული, რომ ფინანსური დახმარება უნდა შეჩერდეს, ან მთლიანად გაუქმდეს. ეხლა კი ისრაელის მხრიდან ვისმენთ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუს და სხვებს, რომლებიც ამას ამბობენ. მართლა დახმარება ეტაპობრივად უნდა შეწყდეს, რადგან ის სულ უფრო და უფრო პოლიტიკურ ტვირთად იქცევა. და რომ ისრაელი უფრო თვითკმარი უნდა გახდეს იარაღის წარმოებაში და სხვა დაკავშირებულ სფეროებში, სადაც ტრადიციულად ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ. ამიტომ ანგარიშის მიუხედავად ეს ისრაელისთვის პრობლემაა დემოკრატების გამო და იმის გამო, რომ ახლა უფრო ნაკლებ მხარდაჭერას ვხედავთ ისრაელის მიმართ. ეჭვგარეშეა, რომ ეს მთავარი თემა იქნება მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში. კარგი, დიდი მადლობა, მაიკი. როდესაც აშშ-ში ნოემბრის შუალედურ არჩევნებს ვუახლოვდებით, ებრაელი ამომრჩევლების ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ უმრავლესობა კვლავ დემოკრატებს მისცემს ხმას და უარყოფს პრეზიდენტ ტრამპს და მის პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელების 90% ამბობს, რომ მათ აწუხებთ ანტისემიტიზმის ზრდა და 70% ემოციურად არის დაკავშირებული ისრაელთან, 67% მაინც აცხადებს, რომ ნოემბერში დემოკრატ კანდიდატებს მისცემს ხმას. ჩვენთან ერთად ვაშინგტონიდან ახლა შემოგვიერთდა ჰეილი სოიფერი, ებრაული დემოკრატიული საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. გამარჯობა და მადლობა, რომ აქ ხართ. მადლობა მოწვევისთვის. ამ გამოკითხვაში ებრაელთა 2/3 ამბობს, რომ აპირებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატებისთვის ხმის მიცემას. ეს, რა თქმა უნდა, მიუხედავად ყველა ამ დაპირისპირებისა და ძალადობისა ებრაელი ხალხის წინააღმდეგ და ანტისემიტიზმისა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ვხედავთ უფრო მეტ გადახრას მარჯვნივ? მე ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია იმ ღირებულებებთან, რომლებიც განსაზღვრავს ებრაელების არჩევანს. ამ გამოკითხვამ გარდა იმისა, რომ აჩვენა, რომ 10-დან 7 ებრაელი ამომრჩეველი აპირებს დემოკრატებისთვის ხმის მიცემას შუალედურ არჩევნებში, იგივე გამოკითხვა მიუთითებს, რომ ებრაელი ამომრჩევლები პრიორიტეტს ანიჭებენ სხვადასხვა საკითხს, დაწყებული ჩვენი დემოკრატიის მომავალით. და ეს იყო ნომერ პირველი საკითხი ებრაელი ამომრჩევლებისთვის წინაურ არჩევნებზეც 2024 და 2022 წლებში. არავის დაუმუქრებია ამერიკული დემოკრატია ისე, როგორც დონალდ ტრამპი. და მას მხარს უჭერდნენ რესპუბლიკელები კონგრესში. ასე რომ ლოგიკურია, რომ ებრაელი ამომრჩევლები, რომლებიც ამ საკითხს პრიორიტეტს ანიჭებენ, მათ კატეგორიულად უარყოფენ. ამ გამოკითხვის მიხედვით ებრაელი ამომრჩევლებისთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ცხოვრების ღირებულებაა და დონალდ ტრამპის წარუმატებელმა პოლიტიკამ ყველასთვის გაზარდა ხარჯები. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ანტისემიტიზმია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ებრაელი ამომრჩევლების 90%, რაც გასაოცრად მაღალი მაჩვენებელია, შეშფოთებულია ანტისემიტიზმის გამო შეერთებულ შტატებში. და ეს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს მემარჯვენეებისა თუ მემარცხენეების პრიზმაში. დემოკრატების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ჩვენი ლიდერობაც, ებრაულ საზოგადოებას გვერდში უდგას ანტისემიტიზმთან ბრძოლის საქმეში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამოკითხვა ნამდვილად აჩვენებს, რომ ებრაელთა ხმა კლავაც ფასეულობებზეა დაფუძნებული. და ჩვენს ყველა ძირითად ღირებულებაში დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელები კონგრესში უბრალოდ უბრალოდ არ ემთხვევიან ამერიკელი ებრაელების უმრავლესობას. და იცით სადგანან ისინი, როგორც თქვენ იცით, ირანთან ომისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. გულისხმობ, ისევ ხედავთ თუ არა, რომ ებრაელებს უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ ისრაელთან და ებრაული სამშობლოსთან 7 ოქტომბრის შემდეგ, მაშინ როცა ბევრი ამერიკელი მანამდე ამ საკითხით არ იყო დაინტერესებული. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ კავშირს ისრაელთან და სინამდვილეში ისრაელის საკითხმა უფრო მაღალი პრიორიტეტი დაიკავა სხვა საკითხებთან შედარებით. ეს გამოკითხვები მრავალი წლის განმავლობაში ტარდებოდა ზედიზედ და 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საკითხმა მართლაც აიწია. ეს არის მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ებრაელი ამომრჩევლებისთვის. და ებრაელი ამომრჩევლების 70% გრძნობს ემოციურ კავშირს ისრაელთან. მაგრამ ამავე დროს თითქმის იგივე რაოდენობის ამომრჩეველი 67% უარყოფითად უყურებს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. 55% ეწინააღმდეგება ისრაელის ქმედებებს ღაზაში ომის დროს და 62% ეწინააღმდეგება ომს ირანში.
ამიტომ ვფიქრობ, ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ ამერიკელი ებრაელები სულ მცირე მათი უმრავლესობა ერთდროულად ორ პოზიციას ინარჩუნებენ, რაც შესაძლოა ბევრ ისრაელელსაც ახასიათებდეს. ჩვენ ერთგულნი ვართ ისრაელის უსაფრთხოების და მისი როგორც ებრაული და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის მიმართ. და ამავდროულად ჩვენ არ ვეთანხმებით ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკას. ზუსტად ისე, როგორც ძლიერი ამერიკელი პატრიოტები ვართ და არ ვეთანხმებით ჩვენი საკუთარი მთავრობის პოლიტიკას. ამიტომ ეს რთული დროა ამერიკელი ებრაელებისთვის. და ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ ისინი დიდი უმრავლესობით უარყოფენ დონალდ ტრამპს და რესპუბლიკელებს ნოემბერში არჩევნებზე. თქვენ რას ფიქრობთ? ანუ, იცით, ეს ისევ გამოკითხვაა, მაგრამ საკმაოდ სანდო გამოკითხვაა. როცა ნოემბერი მოვა, როგორ ფიქრობთ, მართლა არსებობს რეალური мотиваცია, რომ ბალანსი გადაიხაროს, როგორც თქვენ იცით, კონგრესში უმრავლესობის სასარგებლოდ? რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, რომ ებრაელი ამომრჩევლის ხმა ამაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ დემოკრატების გამარჯვებული კოალიციის აუცილებელ კომპონენტად მივიჩნევთ. მხოლოდ ებრაელი ამომრჩევლის ხმები არჩევნებს არ მოიგებს, მაგრამ დაახლოებით 10-დან 7 ებრაელი ამომრჩეველი, რომელიც დემოკრატებს უჭერს მხარს, დემოკრატებს დაეხმარება გაიმარჯვონ ამ ქვეყანაში, სადაც არჩევნები სულ უფრო დაძაბული ხდება. და ჩვენ გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი ოლქი, მათ შორის ნიუ-იორკში და სხვაგანაც, სადაც ამ არჩევნებში ბრძოლა ჯერაც ღიაა. და თუ ეს ოლქები დემოკრატებს ერგოთ, დემოკრატები უმრავლესობას დაიბრუნებენ. ეს ის ოლქებია, სადაც ებრაული ხმა უმნიშვნელო არ არის, დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ამიტომ ეს აბსოლუტურად მნიშვნელოვანია საკვანძო ოლქებსა და შტატებში, რომლებიც შეიძლება განსაზღვრავდნენ უმრავლესობას კონგრესში, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. კარგი, დიდი მადლობა ჰეილი შენი ხედვისთვის. მადლობთ. ნემანია სტაროვიჩი, სერბეთის ევროპულ ინტეგრაციის მინისტრი და მისი დელეგაციის თავმჯდომარე საერთაშორისო ჰოლოკოსტის ხსოვნის ალიანსში, ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა აშც-ის ოფიციალურ პირებსა და ებრაელ ლიდერებს. შეხვედრების მთავარი თემები იყო ისრაელთან ურთიერთობები, ახალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ანტისემიტიზმთან ბრძოლის ძალისხმევა. ანტისემიტიზმი i24 News English-ის უფროსი კორესპონდენტი მაიკ ვაგენჰაიმი სერბეთის საელჩოში ესაუბრა მას და აი მათი საუბრის ნაწილი. იცით, ირონიულია. დროის გასვლასთან ერთად დღესდღეობით ისრაელს თითქოს უფრო მეტი მოკავშირე ჰყავს სპარსეთის ყურეში, ვიდრე ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის თქვენი, გამოკლებით. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ევროპამ და ისრაელმა აღადგინონ ურთიერთობები ერთმანეთთან? ხომ იცით, ჩემი საქმე არ არის სხვა ქვეყნებისთვის რჩევების მიცემა. შემიძლია მხოლოდ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში და ჩვენი გამოცდილება მხოლოდ დადებითია. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა დავაფუძნოთ მკაფიო ღირებულებებზე და სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ისრაელის სახელმწიფოსთან. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას პრაქტიკული განზომილებაც უნდა გქონდეს, როგორც უკვე აღნიშნე. სავაჭრო კავშირები, საინვესტიციო კავშირები, უამრავი ისრაელის კომპანია მოდის სერბეთში, ქმნის საკუთარ წარმოებას. იქნება ეს სამშენებლო სექტორი, საცალო ვაჭრობის სექტორი, რა თქმა უნდა, თავდაცვის ინდუსტრია, სადაც თანამშრომლობაც იზრდება და მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ევროპელი მეზობლებიც დაინახავენ ამ შესაძლებლობებს და გააძლიერებენ თანამშრომლობას ისრაელთან. თქვენ ასევე ხელმძღვანელობთ სერბეთის დელეგაციას IRA-ში. ცხადია, ანტისემიტიზმი ევროპაში სერიოზული პრობლემაა. თქვენი ქვეყანა მასთან აქტიურად იბრძვის. როგორია ამჟამად მდგომარეობა სერბეთის ებრაელთა და ევროპის ებრაელთათვის და როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს ყველაფერი? მხოლოდ იმას ვავიარებ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი ახალი გამოწვევა გაჩნდა, განსაკუთრებით ანტისემიტიზმის ახალი ფორმების გამოჩენასთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანაში, სერბეთის რესპუბლიკაში, ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ იმით, რომ ტრადიციული ანტისემიტიზმის ეს ფორმები და ტიპები ჩვენთან არასდროს ყოფილა. იქნება ეს უკიდურესად მემარჯვენე ანტისემიტიზმი, ქრისტიანული ანტისემიტიზმი, ისლამური ანტისემიტიზმი თუ არაბული ანტისემიტიზმი. ამასთან გამოცდილება ჩვენ არ გქონია. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი ტიპებიც გაჩნდა, არ ვიცი როგორ უნდა განსაზღვოთ ისინი, მაგრამ ისინი მოდიან მემარცხენე, უკიდურესად მემარცხენე ანარქისტული, ულტრალიბერალური წრეებიდან, ამერიკულ უნივერსიტეტებიდან, დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებიდან. და ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული გადმოსვლის ეფექტი, თუნდაც სერბეთში, სადაც ძალიან ვამაყობთ, რომ ანტისემიტიზმს არასდროს ჰქონია მნიშვნელოვანი საფუძველი, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი შემთხვევაც კი არსებობს,
ჩვენ უნდა მივხედოთ ამას, უნდა დაუგმოთ ეს და ჩვენი მთავრობა ძალიან მკაცრია ამ საკითხში. მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ შევიმუშაოთ ინსტრუმენტები თუ როგორ დაუპირისპირდეთ ანტისემიტიზმის ამ ახალ ფორმას. რადგან იცით, ახალგაზრდებისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეს რაღაცა მოდურად იქცა, რომ იყვნენ ასე ვთქვათ, პოლიტიკურად ანტისიონისტები და ეს ძალიან მარტივად გადაიქცევა ანტისემიტიზმის ძალიან მკაცრ ფორმად. და ეს არის რაღაც, რაც სრულიად მიუღებელია. და ჩვენ უგმობთ მის თითოეულ გამოვლენებას. დიახ, მინდა გკითხოთ ურთიერთობაზე AIPAC-თან, სანამ დრო გვაქვს, მხოლოდ ერთი ბოლო მომენტი დაგვრჩა. სერბეთი აქტიურობს ამ მიმართულებით. თქვენი ლიდერები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოჩნდნენ AIPAC-ის კონფერენციებზე. რა სიღებთ ამ ურთიერთობიდან და რატომ იგაჩნიათ ეს მნიშვნელოვანი სერბეთს, ისრაელსა და აშენტეშოს შორის ამგვარ სამხრივ ურთიერთობებში? ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩვენი ყველა მეგობარი, როგორც AIPAC-თან, ასევე ამერიკული ებრაული კომიტეტიდან ხარს გვიჭერდნენ იმ კანონების მიღებაში, რომლებიც წინა წლებში მივიღეთ. ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობდით და ვამაყობ, რომ სერბეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც სრულად განახორციელა ტერეზიანის დეკლარაცია. ეს ნიშნავს, რომ მივიღეთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, რათა სრულად დაბრუნებულიყო ჰოლოკოსტის დროს ჩამორთმეული ქონება ებრაული თემისთვის. მაშინაც კი, როცა პირდაპირი სამართლებრივი მემკვიდრეები არ არსებობდა, რადგან სამწუხაროდ მთელი ოჯახები დაიღუპნენ ჰოლოკოსტის დროს. ამგვარად, ჩემი ქვეყანა გახდა პირველი, რომელმაც მიიღო ეს კანონი და 2017 წლიდან დაიწყო ბიუჯეტური გადახდები სერბეთის ებრაულ თემთან. მნიშვნელოვანი თანხებით, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერების და კულტურის შენარჩუნებას და ყველაფერს, რაც უმნიშვნელოვანესია სერბეთის ებრაელებისთვის. თუ ვინმე სახელად ჯეფრი ეპსტეინი გამოგიგზავნიდათ ელფოსტას, ხო გაგიკვირდებოდათ. თუმცა ეს შედარებით გავრცელებული ამერიკულ ებრაულის სახელია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინამდე შეუმჩნეველი დარჩებოდა. მაგრამ ერთი კაცი ცდილობს იხილოს სახალისო მხარე იმაში, რომ მისი სახელი ემთხვევა სამარცხვინო ცნობილ სექს ტრაფიკერს. ამ ამბავს ჩვენი ჯო ბრაუნი მოგიყვებათ. ჩემი სახელია ჯეფრი ეპსტაინი. აშშ-ში დაახლოებით 13,000 ადამიანი ატარებს გვარს ეპსტაინი. ეს არის ცნობილი აშკენაზიური ებრაული გვარი, რომელიც სავარაუდოდ გერმანიაში მდებარე ქალაქიდან მოდის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ გვარს ატარებდნენ ლეგენდარული სცენარისტები, მხატვრები, მუსრები და მუსიკის მენეჯერები, ადამიანების უმეტესობისთვის ეპსტაინის სახელის ხსენება მხოლოდ ერთ ადამიანს გაახსენებს. Jeffrey Epstein. ჯეფრი ეპსტაინი. Jeffrey Epstein. სასირცხვილო ჯეფრი ეპსტაინი. და დაახლოებით 1 მილიონი ამერიკელი ჯეფრის სახელით მოსალოდნელია, რომ იქნებოდა გარკვეული დამთხევა და რამდენიმე უიღბლო ადამიანს მოუწევდა სახელის გაზიარება ამ სასირცხვილო და გარდაცვლილ ნიუ-იორკელ ფინანსისტთან. იცით, ანუ მე წლების წინ ვიცოდი კრიმინალ ჯეფრიზე, უბრალოდ იმიტომ, რომ მას პრობლემები ჰქონდა. და როცა ვიღაცას იცით შენი სახელი ქვია, ანუ მასზე წერდნენ, თუმცა ის ცნობილი არ იყო, მაგრამ მე ვიცოდი მის შესახებ. ამერიკაში 500-ზე ნაკლებ ადამიანს ქვია ჯეფრი ეპსტეინი. და ალბათ 21 საუკუნის ყველაზე ცნობილი კრიმინალის სახელის დარებას ბუნებრივად თავისი სირთულეები აქვს. იცით, მე მაქვს ბიზნესი, უნდა მივწერო ხალხს. დარწმუნებული ვარ, ზოგმა ჩემი ელფოსტა ნახა და იფიქრა, რა ხდება? ეს რა სისულელეა? ეს კაცი ხუმარაა. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ ნამდვილად მოხდა. სხვა ნიუ-იორკელი ბიჭი, სახელად ჯეფ ეპსტეინი, აქტივების დაბრუნების ბიზნესს აწარმოებს, მაგრამ 2022 წელს მან გადაწყვიტა თავის ძველ გადაცებას დაბრუნებოდა. მართლა მანამდე არ გამომივიდა, სანამ არ ვამომიტა, ვისწავლე როგორ გამომეტანა რამე კარგი ამ ყველაფრიდან. კომიკოსი გავხდი და ამაზე გადავერთე. ამიტომ თითქოს უფრო მშვიდად შევხვდი ამას, როცა გავიგე როგორ მიმეღო ეს ყველაფერი და უბრალოდ ამით მესარგებლად. მისი დაკვირვაზე აგებული კომედია ფოკუსირებულია გენერაცია X-ის წარმომადგენლის ცხოვრებაზე, რომელიც ორეგონში გადავიდა. და ბუნებრივია, მისი სახელი მისი გამოსვლის ნაწილად იქცა. იცით, როცა პატარა ვიყავი, დავიფიცე, რომ ერთ დღეს ყველა ჩემს სახელს გაიგებდა. ფრთხილად იყავი, რა სითხო. სხვა ადამიანები თავიანთ გენდერულ ნაცვალსახელებად she hers ან he hims იყენებენ, ჩემი კი not him გახდა. მაგრამ ის ამტკიცებს, რომ არასოდეს სურს მსუბუქად მიუდგეს თავისი სახელის მატარებლის საშინელ დანაშაულებს. მე დავდივარ ძალიან ბევრ კომედიურ შოუზე და ღია მიკროფონებზე, სადაც მესმის ხუმრობები, იცით, ეპსტეინის საქმეებზე ან ეპსტეინზე. ზოგიერთი მათგანი ძალიან ცუდი გემოვნებისაა. მე ასე არ ვიქცევი. მე ვგულისხმობ იმას, რომ ძირითადად უხამს ხუმრობებს ვერიდები. უბრალოდ ცდილობ გავამახვილო ყურადღება იმ უხერხულ და სამწუხარო რეალობაზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალის სახელს ვატარებ თანამედროვე ისტორიაში.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელის შესახებ ხუმრობებმა მას სოციალურ მედიაში ძალიან დიდი აუდიტორია მოუტანა, ეს იმდენად წყევლა იყო, რამდენადაც კურთხევა. ბევრი კომედიის ორგანიზატორია, ვინც არ მაკონტრაქტებს, რადგან უბრალოდ არ სურთ, რომ ჯეფრი ეპსტეინის სახელი ეწეროს მათ პროგრამაში. მაგრამ მისი კომედია იმ ადამიანებმა მიიღეს, ვისაც იგივე სახელი აქვთ. კომიკოს ჯეფრი ეპსტეინის თქმით, ერთმა სკოლის მოსწავლემ მისწერა და უთხრა, რომ მისი სახალისო დამოკიდებულება ამ სახელის მიმართ დაეხმარა მოზარდს, თავიდან მიიღო თავისი დაბადების სახელი მას შემდეგ, რაც თანატოლების დაცი მის გამო უარყო იგი. უნდა გქონდეს მტკიცე ნერვები, რომ აერჩიო. როგორც ჩანს, უფრო საჯაროდ ისაუბრო ამ სახელზე და სიტუაციაზე. სოფლიოში კიდევ 106 ადამიანი ქვია ჯეფრი ეპსტეინი. ასე რომ ამ გზას მარტო არ მივდივარ. თუმცა ჩვენაირებს აღარ ამატებენ. ჯეფრი ეპსტეინის სახელის დარქმევა შეწყვიტეს. ეს დაახლოებით 2016 წელს მოხდა. ეხლა ჩვენ დახურული წევრობის საზოგადოება ვართ. საუკუნეების განმავლობაში ლადინო იყო მთავარი ენა, რომელსაც იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ებრაელები საუბრობდნენ და ის ინკვიზიციის შემდეგაც კი გაგრძელდა, როცა სეფარდი ებრაელები მთელ მსოფლიოში განაგრძობდნენ გადასახლებას. მაგრამ იდიშის მსგავსად ეს უნიკალური იუდეურ-ესპანური ენა ნელ-ნელა ქრება. თუმცა ერთი ისრაელელი მუსიკოსი მას ისევ პოპულარულს ხდის. მოусმინეთ. ეხლა ჩვენთან სტუდიაშია ლადინოს მომღერალი რენე ბენჯამინი. გამარჯობა და კეთილი იყოს შენი მობრძანება. ასეთი პატარა სხეულიდან ასეთი დიდი ხმა გაქვს. როგორ იღებ ამ ხმას და ასეთ მაღალ ნოტებს? ბევრი ვარჯიში და ბევრი ლოცა, მაგრამ მადლობა. მართლა ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. მადლობთ. პირველ რიგში ლადინო, ბევრი ინტერვიუ ჩამიწერია და ბევრი სიუჟეტი გამიკეთებია ამ ისტორიულ პერიოდზე. ლადინო მართლა ძალიან ლამაზი ენაა და ვიცი ბევრი იავნანა და სხვა რამეები. თქვენ ბავშვობაში გსმენიათ ამაზე თქვენი ბებიისგან? მისი უმეტესობა სინაგოგაში მოვისმინე. მე მართლაც ძალიან რელიგიური ვიყავი და ეს ყველაფერი იეშუა ლევისთან ერთად დავიწყე. მუსიკის საშუალებით დავიწყე, მუსიკის საშუალებით ვის საშუალებით ვისწავლე, სინაგოგის საშუალებით და ეს არის ის, რაც მომოძრავებს. ასე მგონია, რომ ჩემი სული იქ არის. ვაუ, და რამდენი წლის იყავი, როცა მიხვდი, რომ ეს კავშირი გქონდა? ბავშვი იყავი? მგონია, რომ ასეა. ყველა ვინც გწნობს ბავშვობიდან, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძველი სული მაქვს. ძალიან მიყვარს ისტორია. ძალიან მიყვარს კულტურა და ენა. სამ ენაზე ვსაუბრობ. და კი, მგონია. იცით, შემთხვევითობები არ არსებობს და აი აქ ხართ. მაშასე, მომღერის კარიერის დასაწყებად მოგიწიათ ლადინოს ენის სწავლა. თუ ჯერ სწავლობთ, იმკლობთ იმ კლასიკურ სიმღერებს, რომლებიც თაობებს გადაურჩა. პირველ რიგში მე მქონდა პრივილეგია მესწავლა იასმინ ლევისთან. ის არის არ მჭირდება ვთქვა ვინ არის ის, მაგრამ ის ყველაზე ნიჭიერი ქალია, ვინც კი მევიცნობ. მე მასთან ვსწავლობდი ტრადიციულ სიმღერებს და ამ სიმღერების საშუალებით ვისწავლე ენა, ასევე ჩემი ესპანურის მეშვეობით, რადგან ესპანურსაც ვსწავლობ, ასე რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. და ახლა ამ წელს მართლა ვცდილობ ვისწავლო იმ ადამიანებთან, ვინც ლადინოს ლაპარაკობს და ვინც ჩემზე ბევრად უფროსია, მაგრამ ისინი მასწავლიან, მე მათ მიუტან იმას, იმ სიმღერებს, რაც მომწონს, ასე რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაცას უზიარებთ. კი, სამწუხაროა იმის ნახვა, რამდენად იცით, როგორც ადრე ვთქვი, როგორც იდიშთან ის გაქრა, მაგრამ ვხედავ, რომ მაგალითად თურქეთშიც ხანდაზმული ქალები არიან, რომელთა შვილიშვილებიც იწყებენ ინსტაგრამის გვერდებს, რომ ამ ენაზე ილაპარაკონ. იცით, აუხსენით რა არის ამ ენაში ისეთი ლამაზი თქვენთვის და სხვებისთვის. ვფიქრობ, ლადინოში ეს მართლა ძალიან ძლიერია. ლადინო. ის ლადინოს ენა საუბრობს ესპანეთიდან გაძევებულ ებრაელებსა. მას ბევრი აქვს. შეძლოთ ეველი და ტანჯვა და ის გრძნობა, რომ შენ არ ეკუთვნი იმ ადგილს, სადაც ხარ. და რომ გივალატეს, ეს რაღაც უფრო მეტია, ძალიან ღრმაა. და ვფიქრობ, რომ ჩემს ასაკში მყოფი ადამიანებიც კი შეიძლება დაუკავშირდნენ ამას. შეიძლება დაუკავშირდნენ სიმღერებს და ენას. ასე რომ დიახ, ასე ვფიქრობ.
ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა ხარ და ამას აკეთებ, შეგიძლია ახსნა, რატომ არის კარგი, რომ ახლა გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა სოციალური მედია, რათა უფრო მეტ ადამიანს მივწვდეთ, იცი, შენი უშუალო გარემოსა და სახლის ფარგლებს გარეთაც კი. ეს არის ის, რასაც ნამდვილად ვცდილობ, რომ შევინარჩუნო. ვიცი, რომ შეიძლება 20 წელიწადში არ ვიცი, მაგალითად, ლადინოს ენა, როგორც ენა, სამწუხაროდ, მალე გაქრება ამ სამყაროდან. მაგრამ ვიცი, რომ სიმღერა, კულტურა, ისტორიები დარჩება. ვიცი, რომ დარჩება. ხალხი ისევ ცეკვავს, ხალხი ისევ მღერის, ადიო კარიდას, ავრაამ ავინუს და ყველა იმ სიმღერას იციან ეს. იცოდნენ და იციან სინაგოგიდან. მაგრამ ვიცი, რომ ენა შეცგდება. ამიტომ ნამდვილად ვცდილობ, ჩემს ასაკში მყოფი ადამიანები დავაკავშირო ამ სიმღერებთან და კულტურასთან. რადგან ყველა მიცის გულის ტკივილი და ყველა მიცის ტანჯო და ტკივილი. მაგრამ ბედნიერი რაღაცებიც კი ვფიქრობ, ყველა შეუძლია მათთან დაკავშირება. ეს იმდანაც ძლიერია და იმდანაც ნებიანია და მეც ძალიან გატაცებული ვარ ამ ყველაფრით. ამ სამყაროში, რომელიც ამაზე საუბრობს, ხო? გულისხმობ, ვფიქრობ, როცა ადამიანები ამ სილამაზეს მოისმენენ, ეს ავტომატურად დაუკავშირდება მათ იმის თქმის გარეშე, რომ ეს ლადინოა და ეს რა არის? ეს სულზეა. უბრალოდ სულს უნდა მოусმინო, შეიძლება იგრძნო კიდეც. სულსთან ასე. შეიძლება ჩემი მუსიკა იცოდე, უბრალოდ უნდა იგრძნო. ხო. უბრალოდ იფიქრო იმაზე, რას აძლევს მათ სტიმულს, ხო? ლამაზია. კარგი, გააგრძელე, კარგი საქმე და მადლობა, რომ წინ მიდიხარ და შენს ვნებას მისდევ. შენ ნამდვილი შთაგონება ხარ ბევრისთვის. დიდი მადლობა. გმადლობთ. და ეს იყო ყველაფერი ებრაული მსოფლიო კვირაულის ამ კვირის ეპიზოდში. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ i24 News English-ის webwords, YouTube არხს და რა თქმა უნდა ჩვენ სოციალურ ქსელებსაც, რათა ნახოთ ეს და წინა ეპიზოდებიც. დიდი მადლობა ყურებისთვის. მე ვარ ემილი ფრენსისი. და ნახვამდის თელ-ავივიდან.